5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეზოში ღონისძიება გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა. ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა და გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ გორგაძემ გახსნეს. გამომცვლელებმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრები. მინდა საქართველოს ყველა მოქალაქეს მიულოცო გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე. ეს დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება 1973 წლიდან. ყოველ წელს არის ახალი მოწოდება, თუ როგორი წელი უნდა იყოს. ეს არის გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით, რომ დავასრულოთ და დავამთავროთ პლასტიკის დაბინძურება. ჩვენ მიერთებული ვართ ამ კონვენციას საქართველოს, რომ 2030 წლის უნდა დასრულდეს სრულად დაბინძურება პლასტმასის ჩვენი ქვეყნის და ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს, იმიტომ რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნების კარგო და დაბინძურების დასრულება. დღეს სწორედ გარემოს დაცვის დღის ფარგლებში ვუმასპინძლეთ ქართულ-ამერიკული სკოლის მე-6-მე-7 კლასის მოსწავლეებს. უდაოდ ჩანდა ბავშვების დიდი ინტერესი და შესაბამისად ჩვენი ცენტრი არის სწორედ სივრცე იმისაც რომ მათთან ვითანამშრომლოთ და კიდევ უფრო გავზარდოთ მათში ასე ვთქვათ ეკოლოგიის სიყვარული. ერთობლივი ძალისხმევით და სწორედ ასეთი ღონისძიებებით ხდება ცვლილებები. როცა ბუნებაში ვყრით პლასტმასს და ნარჩენს, ბუნებაში მყოფი ცხოველი და ყველა მცენარე ზიანდება. ამიტომაც მოვუწოდებ ყველა ბავშვს რომ დაისვას გარემო და არ გადაყაროს ნარჩენი ბუნებაში.